ხშირად, როდესაც საუბრობენ მოზარდებში ხერხემლის გამრუდებაზე, მესმის ასეთი ახსნა ზოგიერთი სპეციალისტისგან, რომ აი სხეული სწრაფად იზრდება და კუნთები ვერ ეწევა ძვლების ზრდას და ამიტომ მოხდა რომ მოზარდს აქვს ხრების და მენჭის ასიმეტრია და ასე შემდეგ. არ ვიცი საიდან მოდის ასეთი აზრები, ჩემთვის ეს ნამდვილად სამედიცინო უნივერსიტეტში არ ვისწავლებიათ. რა სასაცილო არსებები ვიქნებოდით, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მართლაც ასია. ძვალი იზრდება, მაგრამ კუნთი ვერ ეწევა, კუნთი იზრდება, მაგრამ ნერვი და სისხლძარღვი ვერ ეწევა, თავის ქალა იზრდება, მაგრამ ტვინი ვერ ეწევა და ასე შემდეგ. ნამდვილად სასაცილო იქნებოდა. სამედნიეროდ ეს ასე არ არის. უმეტეს შემთხვევაში ეს მიზეზი არის კისრის, ანუ ხერხემლის პირველი მალის ატლასის არასწორი პოზიცია, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს არა მარტო ჩონჩხის ძვლების, არამედ კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე. ეს აჩვენა ჩატარებულმა კვლევებმა. დროულად დადგენილი მიზეზი და მისი მოგვარება კი ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. ხერხემლის გამრუდების შემთხვევაში კურნალობას ვიწყებთ კისრის პირველი მალის ატლასის კორექციის პროცედურით, ატლას პროფილაქს მეთოდით და შემდეგ ინიშნება გამაჯანსაღებელი მასაჟის რამოდენიმე კურსი. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი ფიზიოთერაპევტი. მე და ჩემი კოლეგები დავეხმარეთ ათასობით ადამიანს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში.